სტუმარ მასპინძელის სვანეთის მთებში რუსთაველის თეატრმა ქართული ლიტერატურის კლასიკა ღიაცის ქვეშ პირველად ითამაშა. ეს მესტიაში მეორე გასტროლი იყო, ამჯერად დასდა წარმოდგენის მაყურებლებს სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მასპინძლობდა. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი საქართველოში უჩვეულო გამოფენის მასპინძელი გახდა. ინსტალაცია ქართული ლიტერატურის კლასიკის თემაზე. შებინდებულზე მაყურებელმა ადგილები მინდვრის პარტერში დაიკავა. როგორც ყველა ანშლაგზე, აქაც საჭირო სკამების ჩამატება გახდა. მაყურებელს პირდაპირ ბალახზე და კლდის ნაშალ ლოდებზე მიუთითეს. ახალგაზრდებო, აი აქ შეგიძლიათ დამძადეთ, ძირს, მანდრო არ იყო. როდესაც მესტიაში მზე ჩავიდა, ისედაც მისტიკური ლანდშაფტისა და კოშკების ფონზე ნამდვილი მისტერია დაიწყო. რუსთაველის თეატრმა მესტიაში შარშანდელი გასტროლის, ერიკ ემანუელ შმიტის სტუმრის შემდეგ ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასპინძელი ჩაიტანა და ღიაცის ქვეშ ითამაშა. ისეთი განცდა მქონდა, რომ თითქოს დღეს სპექტაკლი თავის, რა თქმა უნდა, ხა თეატრისთვის არის დადგმული, მაგრამ რაღაც გაგები თავის ბუნებრივ გარემოში გათამაშდა. აღმოჩნდა, რომ დღეს არის ვაჟა-ფშაველას დაბადების დღე და ზუსტად უფალმა ისიც გააკეთა, რომ გუშინ უნდა გვეთამაშა, წვიმა წამოვიდა, არ გვათამაშა და დღეს ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეზე ესეთ რაცა საოცარი, ჩემთვის საოცრება. დასი მაღალმთიან გასტროლებში დეკორაციის გარეშე წავიდა. ყველაფერი, რაც ქისტებისა და ხევსურების ყოფის ტრადიციების რეალისტურად გადმოსაცემად ფიცარნაკზე ხელოვნურად იქმნება, ამ სცენაზე ბუნებრივად იყო. თუ რამე აკვდა ამ სპექტაკლს და თითოეულ ჩვენთაგანს, დღეს მივიღეთ მესტიაში, სვანეთში, ამ მთებში, ამ გარემოში. ფაქტიურად თამაში არ გიწევს, იმიტომ რომ მთები აქვეა. ქისტის ოფელი აქვეა, რომელთასაც მინდა გაიშვერ და გამოიყენებ. განიცდიდნენ. ზვიადაური სიკვდილი განიცადეს, ჩემი სიკვდილი განიცადეს, როგორც ვიცი, გამომყვაკინა ვიღაცა, რო არ გადამختარიყავი. მე დამამახსოვრდება მართლა, მე სულ მემახსოვრება. ეს დღე სამუდამოდ დარჩება რუსთაველის თეატრის ისტორიაში, რუსთაველის თეატრის არქივში და სამუდამოდ დარჩება აქაური მაყურებლისთვის. დრამას, რომელსაც ფესვები სხვა ცივილიზაციაში აქვს და რომელიმე თემის ტრადიციებს ბევრად შორს ცდება. მთელი თავისი მორალით, პიროვნულ ღირსებაზე, მთავარი იდეალების ერთგულებაზე თუ საზოგადოების სისასტიკეზე, ექო ამ მთებში უფრო ადვილად დაუბრუნდა. მათგან ვისთვისაც სტუმარ მასპინძელი ლამის სიწმინდეა და მათგან ვისთვისაც ვაჟას პოეზია იმ საღამოს პირველად მოსმენილი მუსიკა იყო. ტურისტებთან ერთად და მათთვის თარგმანიც არ არის საჭირო, იმდენად ემოციურად დატვირთული არის სპექტაკლი. I think I understand it's about მე მგონი მესმის, ეს არის თქვენი ლიტერატურის, რელიგიისა და ოჯახური ურთიერთობების შეყვარებულების შესახებ, მაგიაზე და საქართველოს მთელ ისტორიაზე. ძალიან მომწონს, ულამაზესი შოუა. ზუსტად ჩაჯდა ეს მთებიც, ეს სცენა, ყველაფერი, მართლა აღფრთონებული ვარ. ეს არის უდიდესი საკვები ამ რაიონის მაცხოვრებელთათვის, იმიტომ რომ არ არის გათამამებული ადგილობრივი მოსახლეობა. ესე მგონია, რომ აქ უფრო შთამბეჭ დავიყო, ვიდრე რუსთაველის სცენაზე. სტუმარ მასპინძელს რუსთაველის თეატრი დიდი ხანია თამაშობს, მაგრამ წარმოდგენა მესტიაში მათთვის 4 წლის თავზე ხელახალი პრემიერა იყო.